მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. ამ ვიდეოში უნდა წავიდეთ და უნდა ვიყიდოთ ჩემთვის პატინეტე. აქამდე სიმართლე გითხრათ, დიდად არ ყოფილა პატინეტეს ყიდვის საჭიროება, იმიტომ რომ მოვდიოდი ხოლმე მხოლოდ დარბაზში მთელი დღის მანძილზე, სხვაგან არსად არ დავდიოდი და პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ ეხლა როცა უკვე დავიწყე სამსახური და მთელი დღის მანძილზე მიწევს ხოლმე ფეხზე დგომა, მაგას ემატება კიდე პლუს დარბაზი. აი, ძალიან დამღლელია მაგის მერე კიდე სახში ფეხით წასვლა, ამიტომ გადავწყვეტეთ რომ ვიყიდო პატინეტე და ცოტა შემიმსუბუქოს ხოლმე დღის მანძილზე გადაადგილების პროცესი. მივდივართ ახლა, უნდა ჩავიდეთ მეტროში, უნდა მოვიდეთ სხვა სადგურზე და მერე წავიდეთ კარფურში, უნდა ვიყიდოთ. მოვედით, დიდ კარფურში მოვედით, სადაც უამრავი რამ იყიდება. 1550 ევროზე 126 ულტრა. ვათვალიერებთ ახლა და რაღაცნაირად ეს მომწონს. თან ფასდაკლებაში არის 299 ევროს ნაცვლად ღირს 199, ანუ 100 ევროიანი ფასდაკლება ფაქტობრივად და ის არის შედარებით უფრო მსუბუქი მოდელია რა. რომ აი ძალიან მძიმე არ იყოს, იმიტომ რომ სამსახურშიც ხო მძიმეს წევ, დარბაზშიც მძიმეს წევ და ეხა კიდე პატინეტე მძიმე არ მინდა. ამას უყურეთ ეს რა მხენა. ძალიან დიდია. ეს რამდენი კილოგრამი იქნება? მოიცავს 25 კილოა ბას. მაგრამ ნახე ელემენტია. ავტონომია ძალიან ძვირი ეს 700 евро ღირს. 759 ღირს და ეხა ფასდაკლებაშია. პატარებში არის კიდე ესეთი მოდელი. ეს რა ღირს ნეტაბა? არ წერია? ხო, ეს კიდე უფრო ის არის მსუბუქი ხელში რო აწიე? კი, ეს ძალიან მსუბუქი. ეს 10. აუ ეს ნამეტანი საბავშვო ხო არ არის? ის ბავშვი, ვაიმე. ის ბავშვი იდგა წეღან და მე ძალიან სათავისოთ არჩევდა და ხა მეც ამხელა და იმ ბავშვსაც ამხელა. კონი არა. 12 კილო. ის დიდია, მაგრამ 13 უწერია. 13 კილო უწერია, შანსი არა. 16-ია. 16-ია ბა. 16 კილო მახსოვდა, მეც 16-17 მახსოვდა. შენსაზე მახსოვს 18. შუაში მოკიდე ხელი, ნუ აყირავებ. ჩამოწეოდნო ხელი უკან. წინა ხელი გაუშვი. ეგრე ვერსად ვერ წაიღებ. ერთი ხელით უნდა აიტანო. ბას 17 კილო თუ ეს არის ჩემი 17 კილოა. ეს 16-ია. შენი რამდენია? 18 არ არის შენი? გადავწყვეტეთ რომ ეს ავიღოთ 200 евро რომელიც ღირს და ეხლა უნდა წავიდე როგორმე უნდა გავაგებინო კონსულტაციას რომ მაგის იყიდვა გვინდა და ხელით ვერ წავიღებთ, ალბათ კურიერმა უნდა მოგვიტანოს, მოკლედ არ ვიცი. უთხრათ. მე მგონი მითხრეს რომ კონსულტანტი მოვა ცოტა ხანშია თუ სწორად გავიგე. სანამ ველოდებით გადავხედათ ველოსიპედებსაც. ესენი ღირდა 150 евро, 3 თვის უკან ზუსტად მახსოვს. და გაძვირებულია? დიო. რასაკვირველად გაძვირებულა. ველოსიპედიც მიყვარს უბრალოდ. ეხლა ზაფხული რო იქნება, მინდა რომ კავა ჩავიცვა ხოლმე რაღაცა და ამაზე ძალიან არაკომფორტული იქნება დომა. აუ, თოები, ვერ ვიტან უთოებს. აი რაღაცნაირად გაუთოებისას გამოყენებული დრო მგონია დახარჯული დრო. და ეხლა კი ჩემი სამსახურია, მაგრამ ჩემინებით არ მგონია ოდესმე დავაუთო. შანსი არა. არ ვიცი, ყოველთვის ასე რატო ხდება ხოლმე, მაგრამ აღარ არის მარაგში, მაინც და მაინც ამ კარფურში, სხვა უბანში არის მარაგში მხოლოდ 3 ცალი დარჩენილი და ძალიან შორს რომელი უბანიც არის, აი მანქანითაც შორს რო არის. მაგ უბანში არის 30 ცალი, იქ ფიზიკურად ვერ წავალთ, ანუ ტრანსპორტით ფიზიკურად ვერ წავალთ. შანსი გვაქვს წავიდეთ იმ უბანში, სადაც არის დარჩენილი 3 ცალი. დავდივართ ახლა კარფურში, დღეს დამავიწყდა რომ მე თქვა რომ მაქვს დარღვევის დღე, როგორც იცით 40 დღეში ერთხელ ვჭამ ხოლმე თეთრ შაქარს და გიჟდები ამ თეთრ შაქარზე ჩვეულებრივად, ამიტომ ახლა რაღაცებს ვარჩევთ, რაც უნდა ვჭამოთ, დონატები ავიღეთ, რაღაცა კრუასანები ავიღეთ, მოკლედ ყველაფერი რომ დღეს ხსნილი მაქვს. ხო და რამდენი ხანია ვეძებდი ამ
ბრინჯის ფირფიტებს, იმიტომ რომ სახლში რომ მოჩებს აკეთებენ ხოლმე, ხო, იცით, აი ეგ მინდა რომ გავაკეთო. ხო და ეხლა აქ ვიპოვე Carrefour-ში ისე გამიხარდა, უნდა ვიყიდო აუცილებლად და ეხლა კიდე აქ ვხედავ. ლავაშებს, აუ ლავაშებიც გვიდა და ბა, მოდი, რო ამბობდი დიდი ლავაშებიო. აუ ეს კი გაჩვენეთ რეები ვიყიდეთ, იმიტომ რომ მაგრად გვშიოდა და გავაკრეთ. ყველაფერი გავაკრეთ. მოვედით ახლა მეორე Carrefour-ში, მაიკომ წამოგვიყვანა მანქანით და უშუალოდ ეგ პატინეტი უნდა მოვძებნოთ. როგორც გითხრეს, 3 ცალია დარჩენილი, ნუ შუა დღეს 3 ცალი იყო და არა მგონია ეხლა მაინც და მაინც დღეს გაყიდულიყო ეგ 3. 4 ცალი აქვს, სხვათა შორის იქ ხო გითხრეს, რომ 3 აქვს დარჩენილი, მაგრამ რომ მოვედით და ვკითხეთ, პროგრამაში გადაამოწმეს და აქვს 4 ცალი. ეხლა არის გასული საწყობში, რომ 5-ით გამოიტანოს და მანამდე ესეც შევარჩიე, რომ დაბაბა ხოლმე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ აქ ქურდობები ხშირია, ყოველთვის დაბმული უნდა დატოვო. აი თავისი გასაღებია, ყველაფერი მოლში დავაბამ ხოლმე და დავტოვებ. ბას ნახე მე რომ აქ. აი ეს როს არ ვიყენებ. რატმია დარბაზში დავტოვებ ხოლმე, მაგრამ ისეც არ არის დიდად გამოსადეგი რა. თუმცა თუ სახლიდან ვერ გადიხარ, ოკეი. ვა, აქ ველოსიპედებიც არის. ესეთი ველოსიპედი მქონდა. ძალიან მაგარია სახლისთვის რა. თუ ვიყიდე ისევე ვეცვიყიდე. ახლა ამის ელექტროობის პრობლემა. აუ ეს დავითრიოთ მერე კი. და მიდი და რა ვიღეს უცვალე წელი. აი დღეს როგორც ჭამეთ ძალიან ბევრი, მაგას რომ მოგვიდა ხოლმე. თითო საათი გავაკეთოთ. 4 წელი ვიხმარე და ის პადი ერთხელ გამოუცვალე რა. კაი რამეა. ვიყიდეთ ჩიკოს. ესეც დამჭერი. და ესეც ჩემი პატინეტი. აბა მოვიდა ჩემი პატინეტეს გახსნის დრო. გუშინ ძალიან გვიან მოვედით. ამის დრო აღარ იყო და დღეს უნდა გავხსნათ. შედარებით პატარა იქნება ჩემი. აქ დაპარკინგებულია პატასი. და ეს იქნება მეგონი 2-3 კილოგრამით უფრო მსუბუქი და უფრო პატარა. ვიზუალურად პატარა არის. ხო, ვიზუალურად არ ეთყობა. რო აწევ ხელში მაგ დროს ეთყობა. და კიდე ხუთი აი სიმაღლე იყო ზუსტად მოსწოს. ხო. აი ეს აქსესუარები გამოვიწერე ახლა რა, ხო იცით მიყვარს ხოლმე რაღაცნაირად გაფორმებები და იცი რა გამახსენდა ველოსიპედები რო გქონდა ნაყიდი. სოფელში პირველი ჩასვლისას რო ისინი გამოვწერე, სტიკერები და სარკეები და რაღაცეები. დამტენი? ეგრე გამოვწერე, ახლა ამასაც რაღაცეები და ჯერ გამყუთოთ და ალბათ დემსამანეთიც ჩამოვა 1 კვირიდან 10 დღემდე და მე გავაფორმოთ ამაზად. ბას კი იმის გამოწერას ვფიქრობდი ამისთვისაც სარკისაც, მაგრამ გუშინ შენს პატინეტეზე რო ვიჯექი თითქოს ხელები ისე მედო რომ არა ხო? აი რაღაც მეთქი აქ რო ხელები მიდევს სარკე როგორ გაუკეთო მეთქი. პრაქტიკაში ვეღარ ჩაჯდა თორე თეორიულად მომეწონა ეგ აზრი და ეხლა კალათაში მაქვს ჩაგდებული დემოზე და მაშინ ამოვიყებ მაგ კალათიდან. გამშიშკია. საერთოდ ეთყობა რომ უფრო მსუბუქი უნდა იყოს. და აი ნაკლებად მძლავრი მოდელია რა. Hola. სამსახურში ვარ. და ეხლა ვახარისხებ ჭურჭელს. ჯერ უნდა დავახარისხო. მე უნდა გავარესხოთ, რაც გავარესხია. მე რო ვარ ხოლმე ჭურჭლის სარეცხ მანქანას არ ვიყენებ, იმიტომ რომ ცოტა ჭურჭელი არის ხოლმე და ამას 4 საათი ჭირდება რომ დარეცხოს და ხელით ვეცხავ ხოლმე. მაგრამ ეხლა დაბადების დღე ჰქონდა ამ გოგონას მამას და გუშინ შეუწყიათ ჭურჭელი, რომელიც დამხვდა. რომ უნდა დავალაგო და მე კიდე ესენი უნდა გავრეცხო. ბევრი საქმეა წინ, ეხლა აღარ გადავიღებ ვიდეოს, მირჩევნია YouTube-ზე ჩავრთო ვიდეო წარსულ დროს ვსწავლობ რა და ძალიან რთულია, ძალიან მიჭირს ესპანურის წარსული დროის სწავლა, იმიტომ რომ ძალიან ბევრნაირი წარსულები აქვთ ამათი. ხო და ისე ვქვია, ვცდილობ რომ განვასხვაო 3 წარსული ვისწავლეთ უკვე და მე მგონი კიდე არის სასწავლი, ანუ 3 სხვადასხვანაირი წარსული წარმოიდგინე. ამიტომ ჩავთავ ახლა ვიდეოს და ვუყურებ თან რომ მოვისმინო.
0.5-ით გადაგიღო? წადი. ხა. 5-ით უნდა გააგორო, რომ წავიდეს ხოლმე. ხათო უტარებს ტესტ დრაივს, თავის პატინეტეს. ვიზუალურად დიდი არის, მაგრამ ჩემსაზე პატარა ბატარეა აქვს და შედარებით მალე ჯდება. და სისჩქარეც არ აქვს იმდენი, ანუ ჩემი 25-ით დადის, ხათოსი 20-ით. კარგია ბუბი მოგწონს. ოჰოჰოჰოჰოჰო. მე კმაყოფილი ვარ. შემიმსუბუქა რა, იმიტომ რომ ანუ სადღაც მეტროდან 15 წუთის სავალზე ვცხოვრობთ ფეხით რა. ხო და იდეაში მაგ 15 წუთისთვის ვიყიდე, იმიტომ რომ მეტროსთან ახლოს ვსტოვებ ხოლმე. დილით ამით მივდივარ, ეგ 15 წუთი განახევრდა, სადღაც 6-7 წუთი მჭირდება ხოლმე ამით და დროზე დიდად არ არის კიდე რა, უფრო ის თემა არის, რომ სამსახურიც რო დამკვდელი მაქვს და მე კიდე პლუს დარბაზი და ყველაფერი ერთად. კიდე პლუს სახლში ამოსვლა ძალიან მღლიდა ხოლმე და ეხლა ხო თითქოს მხოლოდ 7 წუთი, მაგრად შემიმსუბუქა. მდგომარეობა რა, აი, ძალიან გვაყოფილი ვარ. წაღან გამოვედით ეხლა დარბაზი და უკვე სახლში ვართ. მაგარი ტორმუზი აქვს ხო? ისეთი ტორმუზი აქვს? კი რა გადმომაგდა. აი ესეთი რამეა. ეხლა გამოუწერე იმდენი რაღაცეები, წითელი სტიკერები გამოუწერე და ნეტარა თუ პროგრამინე შეგიძლია. დიდი ხანი ადგილიდან რო ვერ აღებინებ ხოლმე. სუპს ვეყენია ალბათ ადგილიდან დაძრეს სიჩქარე. მივდივართ მე და ჩემი პიპია სამსახურში. დავაპარკინგდა პიპია და წავედით სამსახურში. გუშინ ძალიან ცუდად მეძინა, იმიტომ რომ სადღაც ალბათ 3-4 საათი იქნებოდა. ყოღო შემოფრინდა ჩვენს ოთახში. ესე იგი, სადაც შეიძლებოდა კვენა, ყველგან მიკპინა აბსოლუტურად და ვიქავებდი მთელს სხეულს და ნახევარი ღამის ძილი მომაკლდა. რაც ძალიან არ მაწყობს ხოლმე, იმიტომ რომ მაგ სამსახურს იმხელა ენერგია სჭირდება, რომ კარგი გამოძინებული უნდა მიხვიდე და დღეს იმედია ყველაფერს კარგად გავაკეთებ. სხვათა შორის გუშინ იყო პირველი დღე, როდესაც არაფერზე არ მიმიღია შენიშვნა, არაფერი არ შეუსწორებიათ. ასე შემდეგ, ანუ ნელ-ნელა ვამუღამებ რა. მინდა რომ ეგეთი დღეები იყოს ხოლმე, ანუ იმიტომ რომ ანუ რაც არ უნდა იყოს, მაინც სტრესი ვარ. ეხლა იმ დღეს მოვისმინე, რომ თავის ერთ-ერთ მეგობარს ეუბნება და ტელეფონზე საუბრის დროს, რომ ექსტრანხერა არისო, ჩემი მომლელიო და ენერგია სჭირდებაო, რომ ყველაფერი გაუხსნაო და ყველაფერი გააგებინეო და ანუ ეგ არ მინდა რომ იყოს რა. მინდა რომ ყველაფერს უკვე ბუნებრივად ხვდებოდე და მე აშკარად მივდივარ მაგისკენ. გაწკრიალდა. აი ეს რაღაცებს არ მთხოვენ, მაგრამ მე თვითონ არ მასვენებ და რამდენიმე დღეა უკვე ხედავ და ჩამივარდა მომენტი. ესე იგი, როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც გითხარით, შემცირდა ჩვენი ვლოგების ატვირთვის სიხშირე. იმიტომ რომ უკვე სამსახურიანი გოგო ვარ და ბუნებრივია იმდენ ვიდეოს ვეღარ ვიღებ, თუმცა ეს ძალიან კარგი და ძალიან დადებითი სიახლეა. და ამასობაში იმდენად გაიწელა, იმდენად სხვადასხვა დღეებში მაქვს ეს ვიდეოები გადაღებული, რომ ერთი თვე შემისრულდა უკვე, რაც მუშაობა დავიწყე. პატარა შეჯამებას გავაკეთებ. ძალიან კმაყოფილი ვარ, აი მართლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ძალიან სწორ ადგილას მოვხვდი.
და იცით როგორი მომენტი მაქვს, ეს ერთი თვე ფაქტობრივად ჩემთვის იყო სასწავლო კურსივით, აი იმ ვიდეოშიც ვახსენე წინა ვიდეო რო ავტვირთე, რომ ყველა რომ მიწერდა რომ შშმპ-თან მუშაობა ძალიან რთულია და მაგისთვის გჭირდება სპეციალური კურსები და უნდა მიიღო პრაქტიკული განათლებაც თეორიულიც და ასე შემდეგ. როგორც გითხარით, მაგის დრო და საშუალება ნამდვილად არ იყო ამ სიტუაციაში და თითქოს ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს ერთი თვე ეგ გავაკეთე რა. აი დღე არ ყოფილა ფაქტობრივად, რომ რაღაცა ახალი არ მესწავლა მაგ სამსახურში, აი რაღაცა ახალი მითითება, ახალი შენიშვნა, აი ესე არა, ესე უნდა გააკეთო, ხო? შეიძლება საერთოდაც არ არის ეგ სწორად, რეალურად, მაგრამ ანუ რომელ ოჯახშიც მუშაობ და ვისთანაც მუშაობ, აუცილებლად უნდა მოერგო შენ მის საჭიროებებს და მას რა მოსწონს და მას რა უნდა. არა ის, რომ შენ ოჯახში ესე გასწავლეს, ანუ შენ რა გასწავლეს ოჯახში და სად რომელ სამსახურში რას აკეთებდი, ეგ არავის არ აინტერესებს. შენ თუ გინდა რომ იყო იდეალური იმ კონკრეტულ სამსახურში, უნდა გააკეთო ის, რასაც მაგ კონკრეტულ შემთხვევაში გთხოვენ. და მთელი ჩემი მიზანი, ასე ვთქვათ, ამ ერთი თვის მანძილზე იყო ის, რომ დამემუღამებინა ზუსტად რას მთხოვენ და აი სრული სიზუსტით გამეკეთებინა ეგ ყველაფერი და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად შევძელი ჩემი თავის პროგრესს რო ვხედავ, ვერ აგიხსენებთ როგორი კმაყოფილი ვარ თვითონ ჩემი პროგრესითაც. აი ძალიან დამუღამებული მაქვს უკვე რა, აი პირობითად საწოლიდან მისი აყვანა და ეტლში გადაყვანა, ხო, აი ვერ ხვდებოდი ჯერ რა უნდა მექნა, ჯერ მარჯვენა ფეხს უნდა მოკიდო ხელი თუ ჯერ მარცხენა ფეხს თუ ჯერ ზედატანით უნდა წამოწი. უკვე სხვადასხვა ადამიანებმა სხვადასხვანაირად რო სცადეს და ერთი კონკრეტული შემთხვევა რო უფრო მარტივია, მეორე რო უფრო რთულია. და მე ფაქტობრივად მომიწია 10 სხვადასხვა მექანიზმის ცდა, რომ მივხვდარიყავი რომელი არის მათ შორის ყველაზე მარტივი, რომ არც მე დავზარავდე და ან ხერხემალი არ დავიზიანო, ან წელი არ დავიზიანო და თვითონ მასაც ხო გითხარით, რომ გრძნობელობა ჩვეულებრივ აქვს და მასაც არ ვატკინო, იმიტომ რომ როდესაც ტკივა, მეუბნება რომ ტკივა. და აი ეგეთი მომენტები, თუნდაც ბანაობის დროს როგორ უნდა გავაკეთო ჯერ ფეხი, როგორ უნდა მოვათავსო, მერე ხელი, რა უნდა გავითვლეს თვალისწინებაში, მაგალითად რაღაც მომენტში არის ესეთი სპეციალური სკამი, რომელიც ქვემოთ ჩადის და ამოდის რა. და ასე ჩადის აბაზანაში და ასე ამოდის სპეციალური პულტით და ყველანაირად არის მობილიზებული შშმ პირზე გათვლილი. და მადაც კი მნიშვნელობა აქვს, როგორ დადგები, ანუ თუ არასწორად დგახარ, ნებისმიერ დროს შეიძლება გადმოვარდეს და დაეცეს. ანუ და ეგ თუ დაგავიწყდა ერთი წამითაც კი როგორ უნდა იდგე, всё, დამთავრებულია. ამიტომ აი მთელი ეს ერთი თვე იყო მაგ დეტალების შესწავლა, ასევე თვითონ პიროვნების შესწავლა, იმიტომ რომ როგორც გითხარით, მომწონს რომ ვუქმნი მაქსიმალურ კომფორტს და აი არ ვიცი, მართლა ვფიქრობ, რომ იდეალურად გავართვი თავი, აი არის რა თქმა უნდა რაღაცეები, რასაც ყოველდღურად კიდე მეუბნება ხოლმე, რომ ეს უფრო მეტად ესე მომწონს რაღაცა, მაგრამ ძირითადი, ალბათ ვიტყოდი 80% უკვე ძალიან კარგად დამუღამებული მაქვს და აი ჩემი მხრიდან რაც შემიძლია კომფორტისა და არ ვიცი, აი კარგად რო იგრძნოს თავი, ყველაფერს ვაკეთებ, აი მაგალითად საერთოდ არ მევალება, რომ თავზე შამპუნს რო წავუსვამ, მერე თავი დაბუმასაჟო, შემიძლია უბრალოდ გავქაფო ნახევარ წუთში და ჩამოვბანო. მაგრამ რომ ვატყობ, რომ როდესაც ვუმასაჟებ თავს ეს სიამოვნებს პირობითად, ამ პროცესს 3, 4, 5 წუთი ვწელავ ხოლმე, სანამ თვითონ არ მეტყვის, რომ კაი, ეხლა ძალიან ბევრი დროს არ აგვაქვს ამისთვის რაღაცას ხოლმე გასაკეთებელი. ანუ მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე, რომ ეს სიამოვნოს თუნდაც ბანაობის პროცესი და მისთვის არ იყოს უდიდესი სტრესი, რომ 10 კილომეტრიდან გადადი იმაში, მერე ეს როდის ჩავა, მერე ანუ ხო ხვდებით, როგორც ვთქვი, ძალიან გრძელი პროცესია. და აი ეგეთ რაღაცებს მაგრად დავუმუღამე, ძალიან კმაყოფილი ვარ. არ არის მხოლოდ ისე, რომ ჩემი მხრიდან ვუქმნიდე კომფორტს, მის მხრიდანაც ვგრძნობ და ვხედავ დაინტერესებას, ძალიან სიამოვნებს, როდესაც მასწავლის რაღაცებს და მე ვუთხარი ამის წინ, რომ მეთქი აქამდე ხო ერთი მასწავლებელი მყავდა, მეთქი ესპანურის და ეხლა უკვე 2 მყავს, იმიტომ რომ შენც დაემატე მეთქი რა, აი ბევრი სიტყვა, რომელსაც ვერ ვიგებ ხოლმე.
მიხსნის ხოლმე და აიცით როგორი რაღაცა დამიმუღამა, თვითონაც მაგრად დამიმუღამა რა. უკვე თითქოს გონებაში აქვს ზუსტად შექმნილი ჩემი ლექსიკონი, ანუ ზუსტად იცის რა სიტყვები ვიცი და რა არა. და როცა რაღაცა ახალი სიტყვა გაჟღერდება ხოლმე და მე ესე ვუყურებ და ვეკითხები რომ ეს რას ნიშნავს, იცის რომელი სიტყვებიც ვიცი და რომელი სიტყვებიც ვიცი მაგ სიტყვებით მიხსნის ამ ახალ სიტყვას. და ყოველთვის ვიგებ. აი როგორ ახერხებს, ან როგორ მოახერხა ეგ გონებაში დაალაგა, აზრზე არა ვარ, მაგრამ აი ხო არის რომ რაღაცა ახალი სიტყვა და ადამიანმა ამიხსნას, მაგრამ იქაც იმდენი ახალი სიტყვა გამოიყენოს ახსნაში, რომ ვერ გავიგო. არა, ამან დაამუღამა რა სიტყვები ვიცი უკვე და ყოველთვის ძალიან ზუსტად მიხსნის ხოლმე, ძალიან კარგად მაგებინებს ყოველთვის. მისი საუბარი ბევრად უფრო კარგად მესმის, ვიდრე მისი მშობლების და მითხრა რომ მე სპეციალურად ვაკეთებ ესეო რომ ნელა ვლაპარაკობო და რაღაცა და იმიტომ არის რომ ჩემი ბევრად უფრო კარგად გესმისო და აი რაღაცნაირად ხარდაჭერა მოდის ხოლმე რა აი მე ხო გითხარით რომ ცოტა რთული ხასიათი აქვს და აი არის ხოლმე აგრესიული ფონი, მაგრამ რასაც დავაკვირდი ეს აგრესიული ფონი უფრო მეტად გამოხატული იყო პირველი კვირა, მეორე კვირაც. და ეგეც ძალიან ნორმალური იყო, საერთოდ არ მწყენია და რაღაცა, იმიტომ რომ ძალიან რთულია წარმოიდგინე ხარ შეშმო პირი და ერთ თვეში შეიძლება შენი მომვლელი სხვა იყოს, მეორე თვეში მე ამ მომვლელმა გითხრას რომ უი მე აღარ შემიძლია შენ ძალიან რთული ხარ, წავიდეს და მეორე მოვიდეს და შენ მთელი შენი ცხოვრების მანძილზე სულ გიწევს ახალ ადამიანთან შეგუება. ანუ როგორი რთული პროცესია უბრალოდ წარმოიდგინეთ და მე მის მდგომარეობაშიც შევედი რომ ან მოვიდა ეხა კიდე ახალი გოგო და ეხა ამას უხსენი და ეხა ამას ასწავლე კიდე ის ყველაფერი რაც მანამდე კიდე უამრავს ვასწავლე. ამიტომ ეგ აგრესიაც და აი ესე ცოტა ისე რომ გიყურებს რა, რომ დიდად რო არ მოსწონხარ, ეგეც ნორმალური იყო. ეხლა რომ მიხვდა რომ მე მართლა გულით ვაკეთებ ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, მართლა დაინტერესებული ვარ მასთან მუშაობით. არ ვარ გამოქცევაზე, აი მართლა არ ვარ. ზოგჯერ მაქვს ხოლმე ეგეთი მომენტები, რომ აი ან რაღაცა ისეთი არის ხოლმე, მაგრამ ეგეც პირველ ორ კვირაში იყო ხოლმე ეგეთი მომენტები, ბოლო პერიოდში აღარ მქონია და ანუ ხედავს, რომ კარგად ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ რა. და აი ეგ აგრესიული ფონი აღარ აქვს. თითქოს იცით რა მომენტი მაქვს? მიმიღო. აი ეგეთი შეგრძნება მაქვს, რომ მიმიღო რა. მანამდე უბრალოდ მიყურებდა ესე რომ რას იზავს ეს გაკაჩავს და ეხლა რომ ნახა რომ ეს გაკაჩავს მიმიღო და ეგ აგრესიული ფონი ჩემს მიმართ ნაკლებად აქვს ხოლმე, ეგ კი არა ამის წინ დავამუხამე რომ თავისი მშობლების მიმართ უფრო მეტად ქონდა ეგ აგრესია ვიდრე ჩემს მიმართ რა, რომ თითქოს ამას დაანებეთ თავი ეს ჩემიანია და თავის მშობლებს უფრო ერჩოდა რა რაღაც მომენტში და აი თითქოს შევატრიალე ეს სიტუაცია ჩემს სასიკეთოდ, რომ ანუ დავანახე ჩემი კარგი განზრახვები, მართლა სწავლის სურვილი და დაინახა რა. შეამჩნია რომ გულწრფელი მიზანი მქონდა მართლა და რაღაცა. ამიტომ აი თვითონაც ხო გეუბნებით მაქსიმალურად მეხმარება. უკვე ჩემი მინიშნებაც კი აღარ სჭირდება ხოლმე, როცა ახალ სიტყვას გააჟღერებს პარალელურად მეკითხება ხოლმე რომ ეს სიტყვა იცი თუ აგიხსნა. და აი ვერ წარმოიდგინეთ ეგ ენის სწავლაში რა მაგრად მეხმარება რა. ან წარმოიდგინეთ ამდენი ხანია სკოლაშიც დავდივარ, საქართველოშიც 2 თვით ადრე დავიწყე მომზადება და ვერაფრით ვერ ვლაპარაკობდი და გოგომ ერთ თვეში ამალაპარაკა. მართალია გრამატიკულად გამართულად არ ვლაპარაკობ, მაგრამ ერთ თვეში დამაწყებინა ლაპარაკი. ნახე ეს სკოლა სულ ჩვენებია. შენ მოგწონს ხოლმე ეგეთი. შეხედე რომ ხედო. ასე რომ ძალიან გაყოფილი ვარ. მართლა ამის მერე ძალიან მიჭირს რომ დავიჯერო შემთხვევითობების იმდენად ზუსტად მოვხვდი. აი რომელ სამსახურში უბრალოდ მითხარით რომელ სამსახურში დაიწყებდა ვინმე ჩემთვის ახალი სიტყვების ახსნას და თან ანუ განაეზარება ანუ რომ ხედავს თავის ფუნქციას ამაში რომ აქ არის ერთი ადამიანი დაკარგული ქართველი რომელსაც შენ მაგრად ეხმარები ენის სწავლაში ანუ ამას რო ამჩნევს მაგრად სიამოვნებს რა და აი არ ვიცი რა კომპლიმენტიც რო ვუთხარი რომ მეთქი შენ ჩემი მასწავლებელი ხარ თქო იმ დღესაც ძალიან ბედნიერი იყო რომ აი ძალიან გაუხარდა და არ ვიცი აი მართლა საოცრად კარგად შევაწყეთ ერთმანეთს
რა თქმა უნდა არის ხოლმე სირთულეები, რა თქმა უნდა არის ხოლმე რთული მომენტები, დავდივართ ხოლმე საავადმყოფოში უკვე ერთ თვეში მოგვიწია ორჯერ ვიზიტი, ასევე ფსიქოლოგთანაც ვიყავით, იმიტომ რომ როგორც მოგიყევით სუიციდის მცდელობები ჰქონდა და ეხლა უნდა იყოს მუდმივ კონტროლზე, რომ იგივე არ განმეორდეს. კიდევ ერთგან ვიყავით, არ მახსოვს იქ, D ვიტამინის შემოწმებაზე ვიყავით, სისხლის ანალიზის აღებაზე ვიყავით, მოკლედ, აი მუდმივად ამ სიტუაციებში ვარ ხოლმე. ასევე არის ხოლმე რაღაცა ძალიან მტკივნეული მომენტები, რასაც ხედავ ხოლმე, რომ აი ან შეხედავს სხვას, როგორ იყენებს ის სხვა თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად და მას რო არ შეუძლია ეს შესაძლებლობები გამოიყენოს, იმიტომ რომ დამოუკიდებლად საჭმლის მომზადება არ შეუძლია, დამოუკიდებლად არ ვიცი, ბანაობა არ შეუძლია, აი ხო ხვდებით რა და ამ სევდას რო დავინახავ ხოლმე მის თვალებში, ეს არის ძალიან რთული საყურებელი და აი ძალიან ნერვები მეშლება ხოლმე რა, აი ესეთი უსამართლო გადანაწილება რო არსებობს ამ სამყაროში, მაგრად მეშლება ხოლმე ნერვები, აი მაგალითად ეხლა ამ ერთ თვეში ბუნებრივია გვქონდა ის ერთი კვირაც, როდესაც მას დაეწყო ციკლი. menstruatsiya და აი იმდენად ცუდად იყო, იმდენად სუსტად იყო, იმდენად რთული კვირა იყო ეგ და თან ჩემთვის ხო პირველი შეხება იყო ამ ყველაფერთან რა, ჯერ საერთოდ შეშმო პირის მოვლა და მე როდესაც მას აქვს menstruatsiya თავი მქონდა ახდაზე მეთქი რა უნდა ვქნა და აი იმდენად რთული პროცესი იყო და მაგაზეც ნერვები მომეშალა რომ ანუ ამით რაღაცა იტანჯება, აი ხო შეიძლება რომ რაღაცა ცოტა ისე მაინც იყოს ეს სამყარო მოწყობილი, რომ მას რო უკვე ამხელა პრობლემა აქვს და თითქოს აი ამხელა უძლურება რო აქვს რა. რაღაცა იტანჯება კიდე პლუს menstruatsiით ერთი კვირა ყოველი 4 კვირიდან. და აი ძალიან სუსტად იყო, ძალიან აი მოთენთილი, რასაც ვამბობთ ხოლმე ჩვენ. მოთენთილი იყო ძალიან, ძალა არ ჰქონდა არაფრის, ძალიან მიჭირდა აწევა მაგ კვირაულში, იმიტომ რომ სხვა დღეებში ხო თვითონაც ცოტა მეხმარება ხოლმე და მაგ კვირაულში ბევრად უფრო რთული იყო მისი მოვლა. იმიტომ რომ აი ძალიან სუსტად იყო და არ ვიცი, განა იმაზე მეშლებოდა ნერვები, რომ მე ჩემთვის გართულდა პროცესი. არამედ ანუ მეთქი ამით რაღაცა იტანჯება ეს ადამიანი, ხო? აი თან ხედავთ რომ დავბანე მაგ კვირაულში მეუბნებოდა რომ აი რა უნდაო ამ სამყაროსო რა მე რომ ბავშვს არ გავაჩენო ეს ხო ორჯერ ორიაო და აი რაღა უნდაო ამ menstruatsiით რომ ტანჯავსო და მეთქი აი რა ვიცი რა გითხრა არ ვიცი ანუ ეგ რთული სიტუაცია ყოველდღიურად არის რა ეხლა მე ისე გელაპარაკეთ რომ თითქოს ტაშფანდურია ეგ სამსახური მაგრამ აი დადებითიც არის რა, უბრალოდ მაგის ჩვენება მინდა და საბოლოო ჯამში ვარ ძალიან კმაყოფილი. ძალიან სწორ ადგილას მოხვდი და ეგ კი არა ის მენერვიულება ხოლმე, რომ აი მე რო აღარ ვიქნები მაგ სამსახურში და ახალ მომვლელს რო აიყვანს. ის ახალი მომვლელი მაგალითად ეგრე ნაზად მოეპყრობა ხოლმე, ეგრე დაბანს ხოლმე რომ მაქსიმალურად სიამოვნება მიაღებინოს ან თმის დავარცხნის დროს ეგრე მოეფერება ხოლმე თმებზე ან ანუ სულ მაგაზე ვფიქრობ ხოლმე რომ მისთვის რამხელა სტრესი იქნება ეს და ღმერთმა ქნას ჩემს მერე ისეთი შეხვდეს ვინც ჩემზე ბევრად უფრო გადახვება კიდე თან აი ეგ ყველაფრის გააზრება რა თქმა უნდა ძალიან რთულია მაგრამ როგორც ესეთი სამსახურით თუ ვინმე საინტერესებს ვარ კმაყოფილი კი კმაყოფილი ვარ პარალელურ რეჟიმში, როგორც დამიწერეთ კომენტარებში, აბსოლუტურად სწორი იყო, რომ მრჩება ჩვეულებრივ საათები იმისთვის, რომ დარბაზშიც ვიარო, ეგ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასე მრჩება საათები ცოტა, მაგრამ მრჩება საათები იმისთვის, რომ სახლში დაბრუნებისას მოვიმზადო საჭმელი მეორე დღისთვის, რომ ეს ჩემი კვება და ეს ჩემი რეჟიმი არ აირიოს და პლუს მაგას კიდე ცოტა დრო მრჩება ხოლმე იმისთვის, რომ ცოტა ვიმეცადინო, რომ მე ჩართვა რო გვექნება ონლაინ მასწავლებელთან დავალებაც გაკეთებული მქონდეს, გაკვეთილიც მასწავლი მქონდეს და ასე შემდეგ და იქნებ ნელ-ნელა გრამატიკულადაც მოვუყარო ყველაფერს თავი, იმიტომ რომ ჯერ როგორც გითხარით, გრამატიკულად ძალიან არეულად ვლაპარაკობ. და აი პარალელურად ყველაფრის დრო მრჩება ეგრე გამოდის რა. ბლოგებს ძირითადად რასაც ხედავთ ვიღებ ხოლმე დასვენების დღეებში. ეხლაც დღესაც დასვენების დღე მაქვს და ამას რომ მოვრჩები
ეგრევე ახალი ვლოგის გადაღება უნდა დავიწყო, რომ აი ეს ჩემი page-იც მიძინებული არ აღმოჩნდეს რა. თან როგორც გითხარით, ძალიან მინდა ჩემი მოგზაურობის აღბეჭდვა და გადასარევად გამოდის რა. ეხლა მწერენ ხოლმე, ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი მწერს ხოლმე და ძალიან ბევრმა თურმე ეხლა ნახა საერთოდ ჩემი page რა. აი, ხო ხართ ზოგი რო წლებია მიყურებთ და კახეთის ვლოგების ზეპირად იცით და რაღაცა და ძალიან ბევრი ისეთი ახალი მაყურებელიც ყავს, რომლებმაც უბრალოდ გუშინ წინ აღმოაჩინეს ეს page და რო ვუყურებთო შენს ეპიზოდებს ესპანეთისასო, ყველა ეპიზოდში ჩანს ცოტა წინ წასვლა, ცოტა განვითარება და ძალიან გვსიამოვნებსო რა ეს შენი ზრდისა და განვითარების პროცესის ნახვაო და მე ძალიან მსიამოვნებს ამისი გადაღება და თან ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად დაეხმარება იმ ადამიანს, ვინც ჩამოვა რა. რომ ნახოს, რომ აი პირველივე თვეში არ ხდება ყველაფერი ნელ-ნელა მოთმინებით სწავლით, ნელ-ნელა წახვალ წინ რა. და აი ზუსტად ეგ მინდა რომ აგებეჭდო სამ ვლოგებშიც იდეაში რა და მაგიტო არ ვეშვები თორე დავზოგავდი დროს საერთოდ რომ აღარ ვიღებდე ვიდეოებს რა. მაგრამ მინდა რაღაცნაირად აღბეჭდოთ პატია დოკუმენტური ფილმივით საიდან სად, როგორ და ამ შემდეგ. მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ. მადლობა ახალ გამომწერებს, ვინც ახლახან შემოგვიერთდით, იმედია მოგწონთ page-ი. და რა ვიცი, თუ არ გაქვთ ჯერ ისევ გამოწერილი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ, დალაიქეთ ვიდეო, მე კი დავიწყებ ახალი ვლოგის გადაღებას. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.